წმინდა სინოდის 9 წევრი საპატრიარქო არჩევნებს ეთიშება მიზეზი მოქმედი დებულება, რომელიც კათოლიკოს პატრიარქობის კანდიდატისთვის მკაცრ ასაკობრივ ჩარჩოს ადგენს. მართვა-გამგეობის დებულების თანახმად საპატრიარქო კანდიდატად შეიძლება დასახელდეს მღვდელმთავარი, რომლის ასაკი 40-დან 70 წლამდე მერყეობს. მიუხედავად იმისა, რომ სინოდის ყველა წევრი 40 წელს ზემოთა, ამ დროისთვის 9 მღვდელმთავარი უკვე გადაცილებულია 70 წლის ზღვარს, რაც მათ კანდიდატად დასახელებას სამართლებრივად შეუძლებელს ხდის. მათ შორის არიან ეკლესიის გავლენიანი და სტაჟიანი იერარქები. ჩნდება კითხვა, შესაძლებელია თუ არა ამ წესის შეცვლა. სინოდს ერთპიროვნულად ამ გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ცვლილებისთვის აუცილებელია საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების მოწვევა. შესაბამისად, თუ უახლოეს მომავალში ეს ფორმატი არ შედგება და კანონში ცვლილებები არ შევა, სინოდის ეს 9 წევრი საპატრიარქო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მაღალი იერარქები აანონსებენ, რომ სინოდის სხდომის გამართვის შესახებ კონსულტაციები ერთ კვირაში დაიწყება. მანამდე ისინი სიონის ეკლესიაში ჩნდებიან, სადაც 40 დღის განმავლობაში ილია მეორის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდები გაიმართება. ეკლესიასთან მოქალაქეების რიგი დგას. დია ბაძაღუა უერთდება ფორმულას ეთერს პირდაპირ ეთერში. დიახ, ჩვენ ახლა სიონის საკათედრო ტაძართან ვიმყოფებით, სადაც მოქალაქეები, ათობით მოქალაქე იმყოფება აქ იმისთვის, რომ პატივი მიაგოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის უკანასკნელ განსასვენებელს და მიეახლოს მის საფლავს. ასევე აქ იმყოფებიან სასულიერო პირები, რომლებიც აღავლენენ და იხდიან პანაშვიდს მისი სულის მოსახსენებლად. საპატრიარქო ტახტი დაქრივებულია. ახლა მთავარი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, თუ რა პროცესები შეიძლება განვითარდეს უახლოეს მომავალში საპატრიარქოში და ვინ იქნება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით სასულიერო პირები დამატებით კომენტარს არ აკეთებენ, თუ ვინ შეიძლება გახდეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. თუმცა გეტყვით, როგორი არის წესი. უნდა შეიკრიბოს სინოდის ხდომა, რომელიც უნდა მოიწვიოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა 40 დღეში, თუმცა არაუგვიანეს 2 თვისა, სადაც სინოდის წევრები, რომლებიც 39 წევრი შედის სინოდში, დაასახელებენ საკუთარ კანდიდატურას, მათ შორის შეუძლიათ რომ დაასახელონ საკუთარი თავი. აქედან გამოირჩევა 3 კანდიდატი, რომელსაც კენჭი ეყრება შემდგომ საეკლესიო გაფართოებულ ხდომაზე, რომელსაც დაესწრებიან როგორც სასულიერო, ასევე საერო პირები სხვადასხვა ეპარქიიდან, ასევე სასულიერო სემინარიებიდან. თუმცა გუშინ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა კომენტარი, რომ ჩვენ უნდა მივიჩნიოთ პატრიარქის ანდერძად მის მიერ 2017 წელს მიტროპოლიტ შიო მუჯირის დასახელება. გამოდის, რომ სწორედ ის იქნება საქართველოს მომავალი კათოლიკოს პატრიარქი. თუმცა წესის მიხედვით და დებულების მიხედვით ეს ასე არ გამოდის, რადგან საეკლესიო დებულების მიხედვით ის, რომ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დასახელებულია პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, მას არ ანიჭებს რაიმე უპირატესობას. ჩვენ გვინდა კითხვები დავუსვათ სასულიერო პირებს იმასთან დაკავშირებით, მიანიჭებენ თუ არა სინოდის წევრები უპირატესობას იმის საფუძველზე, რომ როგორც გითხარით, ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა ანდერძთან დაკავშირებით და მისი თქმით, სწორედ ეს უნდა მივიჩნიოთ პატრიარქის ანდერძად. გარდა ამისა, ჩვენთან კომენტარი გააკეთა დეკანოზმა იოვანე მჭედლიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხვალ არის ავტოკეფალიის აღდგენის დღე, როდესაც გადაიხდიან პარაკლეს სიონის საკათედრო ტაძარში, რომელსაც დაესწრებიან როგორც მაღალი სასულიერო იერარქები, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლები, ასევე მრევლი, ასევე პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა ის, რომ ამ დრომდე გასულ წლებში ყოველთვის პარაკლეს სიხდი და კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, დღეს კი არის ასეთი მოცემულობა, რომ მისი სულის მოსახსენებლად და მისი სულისთვის პატივის მისაგებად პანაშვიდს გადაიხდის და პარაკლეს აღავლენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი. პანაშვიდები უწყვეტ რეჟიმში აღესრულება მამები ასრულებენ პანაშვიდებს, ფსალმუნების კითხვაც უწყვეტად არის მონაზვნები კითხულობენ ფსალმუნებს და მრევლს მომლოცველებს ყველას აქვს შესაძლებლობა რომ საფლავთან ახლოს მივიდნენ. ხვალ მე-9 დღეა და ღვთის განგებით ასე დამთავრდა რომ ავტოკეფალიის აღდგენის დღეა და იქნება პარაკლისი, რომელიც ყოველწლიურად სრულდება და ასევე პანაშვიდით შესრულდება, რომელსაც მღვდელმთავრები და სამღვდელოება შეასრულებენ. 14 საათზე დაგეგმილია პარაკლისი, უკავშირდება ავტოკეფალიის მოპოვების დღეს, ეს არის ავტოკეფალიის აღდგენის დღე. მართალი ეკლესია მაღიდგინა ავტოკეფალია, მაგრამ
მაგრამ მსოფლიოს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები ამ ავტოკეფალიის აღდგენას არ ცნობდნენ. საქართველოს პატრიარქმა მისი აღსაყდრების დღიდან მისნა დაისახა, რომ ეს აღდგენილიყო ისტორიული სამართლიანობა და თავისი ღრმა განსწავლულობით, კანონიკური სამართლის საფუძვლიანი ცოდნით, ეკლესიის ისტორიის ღრმა ცოდნით, მან შეძლო დაერწმუნებინა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, რომ ვერ აღსრულდებოდა ისტორიული სამართლიანობა, თუ კი საქართველოს ეკლესიას არ დაუბრუნდებოდა თავისი უკანონო წარქმეული ავტოკეფალია. დიახ, როგორც მოისმინეთ, სასულიერო პირებმა განმარტეს ის, რომ ხვალ არის ავტოკეფალიის აღდგენის დღე, როდესაც 2 საათზე ხვალ მიტროპოლიტი შიომუჯირი გადაიხდის პარაკლისს. გარდა ამისა, გითხარით, რომ აქ მოდიან ადამიანები იმისთვის, რომ პატივი მიაგონ კათოლიკოს პატრიარქის უკანასკნელ განსასვენებელს. ისინი საუბრობენ მის ღვაწლზე, რომ სწორედ მისი დახმარებით და საშუალებით მისი ღვაწლით გაერთიანდა ქართველი ერი. თქვენ შეგიძლიათ მრევლის კომენტარები პირდაპირ ეთერში მოისმინოთ. ჩვენ რო დღეს აქვთ გავართ და ასეთი დიდი სიყვარული გვაქვს ერთმანეთის, როცა ასე შევიკრიბეთ. სიხარულიც ახლავს ამასთან დიდი, მიუხედავად დიდი მწუხარებისა. და თვითონაც იგავებით გველაპარაკებოდა. და ის დიდი სიხარული მისი დამსახურებაა. უფლის შეწევნით. ჩვენც ვეცადოთ, რომ ჩვენს პატრიარქს საჭირო და ესეთი დიდი სიხარული მივანიჭოთ უფალთან ერთობით, ჩვენი სიყვარულით მის მიმართ. მთელი ცხოვრება პატრიარქის 77 წლიდან მრევლი ვიყავი. ყველაფერი მახსოვს და ცანგული მტკივა რა უნდა ვთქვა. მთელი მაგისი მოღვაწეობა, მთელი სულ შერიგება, სიყვარული, ურთიერთგაგება. რა ვიცი, აი იმ დროს კომუნისტების დროს არ გვიშვებდნენ ხოლმე, მშობლებიც კი გვეწინააღმდეგო, მაგრამ მაინც დავდიოდით, მაინც. რა ვიცი, ეროვნული მოძრაობა, აი ყველაფერი აქედან დაიწყო. გავერთიანდა და გვიყვარდას ერთმანეთი. რაც შეეხება სიონის საკათედრო ტაძარში დაწესებულ რეგულაციებს, ჩვენ უშუალოდ სიონის ეზოში ჩასვლის საშუალება არ გვეძლევა, თუმცა მედიასთან მოდიან სასულიერო პირები იმისთვის, რომ გააკეთონ განმარტებები საზოგადოებისთვის, რომ ისინი იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულები. რაც შეეხება როდის შეუძლია მრევლს აქ მოსვლა, მათ მოსვლა შეუძლიათ ყოველდღიურად დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე.